ბაჩოხალაიას და გაგამ კურნალიძეს ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებიან ინფორმაციას პატიმრების ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. თეატუთფერიძის თქმით, სხვა მსჯავრდებულების მხრიდან აღნიშნული პირების მიმართ საპრობილეში მუქარი შემცველი შეძახილები ბოლო დღეების განმავლობაში ყოველ ღამით ისმის. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროშიც. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით უკვე მუშაობს ციხის ადმინისტრაცია და პრობლემა მალე აღმოიფხვრება. კორძაიამ კომენტარი გააკეთა ასევე კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გასულ ღამეს პატიმრებმა ციხის თანამშრომელი ზურაბ მოდებაძეს სცემეს. კორძაიას თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მისი დღეს ადგილი არ ქონია, შეძახილები იყო სხვა კორპუსებიდან იყო შეძახილები. მე ხა შინაარსზე არ ვიცი ზუსტად, ალბათ ეს არის უკმაყოფილო ხალხი, გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას, მიმდინარეობს გასაუბრება ასეთ პატიმრებთან და ხდება მათი ეტაპირება სხვა საპატიმროში, ან უბრალოდ ისინი შემდგომ ითვალისწინებენ ადმინისტრაციის თხოვნას, რომ აღარ გამოვიდეს კავშირი. რაც შეეხება მათ უსაფრთხოებას, ისინი არიან ყველაზე დაცული პატიმრები შეიძლება დედამიწის ზურგზე, იმიტომ რომ იმ კორპუსს იცავს დაახლოებით 70 ადამიანი. საკმაოდ ბევრი პატიმარი ითხოვს გაგამ კურნალიძესთან, მის კამერაში მყოფ ადამიანებთან, ასევე ბაჩოხალაიას მიმართ ანგარიშწორებას. ჩვენ სერიოზული საფრთხის, ასე ვთქვათ, განცდა გვაქვს იმ ანგარიშწორებაზე, რომელსაც ითხოვენ პატიმრები და ასევე იმ ფონზე, როდესაც მინისტრი არ იმყოფება საქართველოში და რეალურად ჩვენ რამე რომ მოხდეს, გადაწყვეტილების მიმღები პირი ვინ იქნება, ისიც კი არ ვიცით ამ სიტუაციაში.